გამარჯობათ. ეთერშია ტელეკომპანია თრიალეთის საინფორმაციო სამსახური. შიდა ქართლის რეგიონში შესაბამისმა სამსახურებმა სპეციალური რეიდი დაიწყეს. დიოქსინით დაბინძურებული ბელგიურთან ერთად ფრანგული და ჰოლანდიური პროდუქტებიც აღმოჩნდა. სამომხმარებლო ბაზარზე გამოჩენილ დიოქსინით დაბინძურებულ ბელგიურ პროდუქციას, რომელიც ამოღებას და ლიკვიდაციას ექვემდებარება, ევროსაბჭოს ახალი გადაწყვეტილებით 15 ივნისის შემდეგ გამოშვებული ფრანგული და ჰოლანდიური პროდუქტებიც დაემატა. ევროკომისიის გადაწყვეტილებით ვეტერინარიის დეპარტამენტმა მიიღო ასეთი ბრძანებულება შეიმუშავა, რომ რესპუბლიკის ტერიტორიაზე მთლიანად აიკრძალა პირველ რიგში იყო ბელგიური პროდუქციაზე ფრინველისა და კვერცხის შესახებ აკრძალვა, მერე უკვე გავრცელდა ეს აკრძალვა ხორცის პროდუქტებზე, როგორც ხვილფეხა, ასევე ღორის ხორცზე, რძის ფხვნილზე. ასეთივე გადაწყვეტილება უკვე მიღებული არის ჰოლანდიური და ფრანგული წარმოების მეფრინველების პროდუქციაზე, ასევე ხვილფეხა და ღორის ხორცზეც. რამდენიმე დღის წინ გორის მერიის შენობაში სპეციალური კომისიის ხდომა გაიმართა. კომისია სოფელ კარალეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით შეიქმნა და ამჟამად რეგიონში შემავალ რაიონებში ადამიანისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით შესაბამისი სამსახურების მიერ გაწეული ღონისძიებების კოორდინაციას და კონტროლს ახდენს. კომისიის ხდომის შემდეგ გორის აგრარულ ბაზარში შესაბამისი სამსახურების მიერ მოწყობილი რეიდი აქტივზე წარმატებით დამთავრდა. დიოქსინით დაბინძურებული მცირე რაოდენობის პროდუქტების ამოღების შემდეგ რეიდის მონაწილეებს დახლების დიდი ნაწილი უკვე დაცარიელებული დაუხდა. რაც შეეხება მოვაჭრეებს, მათ პროდუქტების საფასურის ანაზღაურების გარანტიას ვერავინ აძლევს. რაც მიგეხა თუ არ მოგცემ კომპენსაციას, არ ვიდადით მაგაზე. ხალხი ბევრი რამე დაუკარგია, რაც მაგაზე არ ვიდადით. ეს სხვა რა გაინტერესებს, თვითონ საიდანაც შემოდის ეს ქათამი, თუ ვლაპარაკობთ, თვითონ სახელმწიფო საიდანაც შემოდის, იქიდან არ უნდა დაუშვათ. რო შემოდის საზღვრებისგან, რო შემოდის, იქ არ უნდა დაუშვათ. ჩვენ ეს მოგვაქვს პირადად იყიდება თბილისში პირველ მაცივაში მიგზავნით, თქვენც რომ მიგზავნით, თქვენც მომყიდია ამ ქათამსა, როგორც მე მომყიდეს და მე როგორც აკა, მე მომყიდია ამ ქათამსა, მეტი არაფერი განსხვავება არ არის. ბელგიური პროდუქციაზე, ბელგიური პროდუქცია უშუალოდ ექვემდებარება ადგილზე განადგურებას, ხოლო ჰოლანდიური და ფრანგული პროდუქციის შესახებ ასეთი შეტყობინება გვაქვს მიღებული, რომ უნდა მოხდეს ადგილზე დასაწყობება და გაჩერება და მათი პროდუქციის შემდგომდეც გადაწყვეტს სათანადო ორგანოები და ჩვენ მიმოქმედებთ მათი ბრძანებულების შესაბამისად. რაც შეეხება ფრანგული და ჰოლანდიური წარმოების პროდუქტებს, მისი განადგურების შესახებ შესაბამის სამსახურებს ჯერჯერობით არავითარი ბრძანება არ მიუღიათ. ეს არის ევროკომისიის განცხადებით არის იმ საფუძველზე უკვე ჩვენი მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმის და მთავარი სანიტარული ექიმის განკარგულებები, რის საფუძველზეც ხდება ამოღება და იქ კონკრეტულად არის ჩადებული მისი შემდგომი ბედის გადაწყვეტამდე მოხდეს მისი დასაწყობება მაცივარ დაანდგარებში. ალბათ უშიშროების საბჭო ან სპეციალური კომისია გადაწყვეტავს თუ რა უნდა მოხდეს და როგორ უნდა მოხდეს მისი განადგურება და სად უნდა მოხდეს. ან მისი კომპენსაცია, იმიტომ ეს საკმაოდ ახებთანაც არის დაკავშირებული. ვინ უნდა მოახდინოს ეს ევროკომისიის განკარგულებით იქნება და მე ჩვენი შესაბამისი სამსახურების განკარგულებით. ჩამორთმეული პროდუქტების საფასურის კომპენსაციას კანონის თანახმად მწარმოებელი ახდენს. ეს პროდუქტები კი ჯერჯერობით სხვადასხვა მაცივარ საწყობებში ინახება. სახალხო პარტიამ გორის თეატრში შიდა პარტიული არჩევნები მოაწყო. მაჟორიტარი დეპუტატობის 2 კანდიდატს ბრძოლა თეატრის შენობის დასაკავებადაც მოუხდათ. ამ დღეებში შიდა ქართლის რეგიონში სახალხო პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ქალაქ გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრეზენტაცია სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძის ესწრებოდა. შიდა პარტიული არჩევნების პროგრამა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარეობდა. შეხვედრის დაწყებამდე, რომელიც გორის თეატრში 2 თვის წინ დაიგეგმა, სახალხო ელმა ადგილობრივი ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულეს. Ia გვინდოდა თეატრში ჩაგვეტარებინა ეს ღონისძიება, მაგრამ რაიონის გამგეობის მხრივ იყო შეფერხება, თეატრის კარებით დააკეტინეს სიფრები განკარგულებით და არ აღებინებდნენ თეატრის ხელმძღვანელობას და აქ პლაკატი ჰქონდა გაკეთებული, რომელსაც ხედავთ, თავიდან აკრავენ, ეს პლაკატიც ჩამოხსნეს. როგორც ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში რამდენჯერმე მოხდა ესეთი ფაქტი, რომ ჩვენ ვერ გაკეთებულ პლაკატებს ხსნით. და კონკრეტულად მისი ბრძანებით მოხდა. მოდი იმ პიროვნებას უმახსენებინეთ. ამაი რაიონის გამგეობას.
ბრალდების მთავარმა ადრესატმა გორის რაიონის გამგებელმა ამ ფაქტს ასეთი შეფასება მისცა. ყველა პოლიტიკური პარტია, ვისაც ასეთი ორგანიზების ჩატარება ექნება, უფლება აქვს შეუზღუდავად ნებისმიერ დროს მივიდეს და ჩაატაროს რაიონის კურსაკურსაკში ღონისძიება. თუ სხვა პოლიტიკური პარტიები ამას აკეთებენ, სახალხო პარტია არამედ მათზე წინ არ ადგას, შეუზღუდავად მიეცეთ კიდევ ასეთ წინადებს ჩატარება. პირიქით, მაგრამ ყურადღებათვის გარეშე შეამწყვიეს კარგი და შევიდნენ თეატრში. უბრალოდ ეხლა ხელისუფლებას რო ქონდეს საკითხის გამწვევის სურვილი, ამას ძალიან სერიოზულ შეფასებას მისცემდა, მაგრამ უბრალოდ ჩვენ არაფრად არ მიეცეთ ამას შეფასება. რაც შეეხება შეხვედრას, რომელიც ყველაფრის მიუხედავად გორის თეატრის შენობაში მაინც ჩატარდა, რამდენიმე წუთს ჩაბნელებულ დარბაზში მიმდინარეობდა. სახალხოელების აზრით ეს ფაქტიც იმ ბრალდების დადასტურება, რომელიც შიდაპარტიული არჩევნების დასაწყისში გორის რაიონის გამგებლის მისამართით უკვე გაისმა. გლობალურ მართლობას დღეს არ ექცევა ყურადღება. იმიტომაც არის რომ არჩეულ გორის საკრებულოს არ აქვს არანაირი საკანონმდებლო ბაზა იმისათვის რომ აი გორის პრობლემები მოაგვაროს. სწორედ ამიტომაც კეთდებათ რომ მათ იციან რომ მოვიდა ხელისუფლებაში ხალხი რომელიც ფულ სახში კი არ წაიღეს, არამედ საქმეში ჩადეს გორის პრობლემების მოსაგვარებლად. სახალხოელების პრეტენზია იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია თეატრის შენობას პოლიტიკური მიზნებისათვის მხოლოდ თანაპარტიელებს უთმობს, რაიონის გამგებელმა შემდეგნაირად ახსნა. ზუსტად პარლამენტის თავმჯდომარე და არის ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი და საკანონმდებლო ორგანოს პირველი ხელმძღვანელი და მე არავითარი საპრეტენზიო აქ ბატონ ამუკასთან და არავითარ არ მაქვს, მაგრამ ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გაითავისოს და უნდა გაიგოს და განსხვავება უნდა შეიგრძნოს ხელისუფლებისა, აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლისა და პოლიტიკური პარტიის ლიდერების შორის უღარ განსხვავება. შეხვედრაზე სახალხოელებმა ჩაულებას არ უღალატეს და მათ გამოსვლაში მმართველი პარტიის მისამართით საკმაოდ სერიოზული ბრალდებები გაისმა. რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატის ორ კანდიდატურას, გორის ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის გოგინ ჭედლიშვილსა და პარლამენტის წევრს ჯოენ თაღნიაშვილს შორის გამართული მეგობრული დუელი პარლამენტარის გამარჯვებით დამთავრდა. ტესტური გამოცდები სკოლებში წელს პირველად ჩატარდა. იმის შესახებ თუ როგორ წარიმართა იგი ჩვენს რაიონში, ჩვენი სიუჟეტი მოგითხრობთ. საქართველოს განათლების სამინისტრომ სასწავლო წლის დამთავრებისას განახორციელა კიდევ ერთი სიახლე. ეს სიახლე მდგომარეობდა 22 მაისს მე-6 და მე-9 კლასებში ჩატარებულ ტესტურ გამოცდებში. მისი ჩატარების შესახებ ბრძანებულება სასწავლო წლის დამთავრებამდე მხოლოდ ერთი თვით ადრე გამოიცა. მე-9 კლასში ჩატარებულმა ტესტურმა გამოცდებმა გარკვეული გავლენა იქონია მე-10 კლასში მისაღებ გამოცდებზე. მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრები საქართველოს განათლების სამინისტროში შეამოწმეს. ტესტურ გამოცდებში ქარელის რაიონში მონაწილეობა მიიღო 827-მა მოსწავლემ. აქედან კი მხოლოდ 54-მა მოაგროვა შესაბამისი რაოდენობის ქულები. ქარელის განათლების განყოფილების გამგე კი აცხადებს, რომ ეს შედეგები არც ისე მცირეა. მე-9 კლასელი, რომელიც ტესტურ გამოცდაში მიიღებდა 70 ქულას, ის უგამოცდო ჩაერიცხებოდა მე-10 კლასში. მართლაც ჩვენ მივიღეთ 44 მოსწავლის მიერ წარმატებით დამთავრების შესახებ, ჩაბარების შესახებ ამ ტესტური გამოცდის მონაცემები მინისტრის ხელმოწერით. ეს არის ძირითადად ქარელის სამივე სკოლა, აგარის, რუისის მესამე სკოლა და ზოგიერთი სხვა სკოლები, სულ 44 მოსწავლე. ეს უნდა გითხრათ, რომ არ არის პატარა ციფრი, სხვა რაიონებთან შედარებით და შეფარდებით. საკმაოდ დიდი პროცენტია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი რაიონის პედაგოგები საკმაოდ შრომას ეწეოდნენ წლის განმავლობაში და წლების განმავლობაში და შედეგებიც ახასია. უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი ფაქტი. ტესტური გამოცდები პირველი იყო ჩვენი სკოლების პრაქტიკაში. მასთან ახლდა გაუგებრობებიც, რომელთაც არც განათლების მუშაკები უარყოფენ. გარკვეული გაუგებრობები, გარკვეული ხარვეზები იყო და ბუნებრივია იქნება ყოველთვის, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი სამუშაო სრულდება. პირველი, ასე ვთქვათ, ხარვეზი ის არის, რომ მაინც ბავშვებისთვის ეს ახალი იყო. არ ქონდათ პრაქტიკა. ერთი ბავშვი, ზოგიერთი მოსწავლე, რომელიც საკმაოდ მაღალი აკადემიური მოსწავლეებით გამოირჩეოდა, ვერ გავიდა, ასე ვთქვათ, 70 ქულიან ზღვარს ვერ გადასცილდა. მაგრამ ესაც არ არის დიდი უბედურება, მისაღებ გამოცდებზე ეს ბავშვები დარწმუნებული ვარ, მაღალ შეფასებას დაიმსახურებენ და მაღალი ნიშნები ჩაერიცხებიან მე-10 კლასში.
დღესდღეობით კი მე-10 კლასში მისაღები გამოცდები დასასრულს უახლოვდება, რომელსაც აბარემენ ყველა დანარჩენი ის მე-9 კლასელები, ვინც ტესტურ გამოცდებში მაღალი ქულების მოგროვება ვერ შეძლო. ქარელის რაიონის საშუალო სკოლების კურსდამთავრებულებს მიულოცეს სკოლის დამთავრება და შეხვედრა მოუწეს ქარელის კულტურის ცენტრში. 17 ივნისს ქარელის რაიონის კულტურის ცენტრში რაიონის საშუალო სკოლების კურსდამთავრებულებთან შეხვედრა მოეწყო. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიტყვით გამოსვლელები, რომელთაც ტრადიციისამებრ მიულოცეს კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება და ბედნიერი მომავალი მისურვეს. სცენა მალე თავად რაიონის კურსდამთავრებულებმა დაიკავეს, რომლებიც იმ დღეს განსაკუთრებით ღელავდნენ. მიხარია რომ დავამთავრეთ სკოლა და ვიწყებ ახალ ცხოვრებას, მაგრამ აგრეთვე გულიც მწყდება იმის გამო რომ სკოლა დავამთავრე, აღარ უნდა მივიდე დავუსვით მერმის სკოლაში და ეს გარკვეულად ჩემში დიდ სინანულს იწვევს, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს გარდაუვალია და ყოველდღე შეხება ხელვანდელ ღონისძიებას ძალიან მოხალისეა, ყველა საჭიროებთან ეს სტიმული იქნება სხვა ბავშვებისთვისაც, მათ წარმატებით დაამთავრონ სკოლა და ყველას უცხოა. ჩვენს რაიონში წელს 400-მა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა, რომელთაგან 30 ფრიადოსანია. მათ რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა საპატიო სიგელები გადასცეს. თითოეულ ფრიადოსანს აგრეთვე გადაეცემათ თანხა 50 ლარის ორდენებით, რომელსაც რამდენიმე დღეში განათლების განყოფილებაში მიიღებენ. იმ დღეს ქარელის კულტურის ცენტრის დარბაზი სავსე იყო კურსდამთავრებულებით, მათი პედაგოგებით და მშობლებით. მალე კონცერტი დაიწყო, რომელშიც მაყურებლის წინაშე წარსდნენ სამხარეო დელფიადაში გამარჯვებული ჩვენი რაიონის სხვადასხვა მხატვრული თვითშემოქმედებითი კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები. სკოლასთან განშორება, ბავშვობასთან განშორებაა. ეს არის ყველაზე ტკივილიანი და ამავე დროს ბედნიერი წუთები, რომელიც ყველა ადამიანს მთელი სიცოცხლე ლამაზ მოგონებად დარჩება. საკუთარ კერას მოწყვეტილი ცხინვალელები ქალაქის დღესასწაულს გალა გორში აღნიშნავდნენ. ცხინვალიდან დევნილები დღეს გორში ცხინვალის ნომერ 1 საშუალო სკოლის 120 წლის თავს აღნიშნავენ. ამავე დროს აქ აღინიშნება ცხინვალობის დღესასწაული. გორში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში კომპაქტურად დასახლებული ცხინვალელი დევნილები. უკვე მერვე წელია საკუთარ კერას მოწყვეტილი ცხინვალელები ქალაქის დღესასწაულს გორში აღნიშნავენ. ყოველი დღესასწაულის დევიზია ჩვენ დავბრუნდებით. როგორც ცხინვალელები აღნიშნავენ, მათ სახლში დაბრუნების იმედი ჯერაც არ დაუკარგავთ. გულსატკენია დღევანდელი ღონისძიება რო არ ტარდება ჩვენს ქალაქში, მაგრამ ეს იმის დევიზიც არის, რომ გული არ უნდა გავიტეხოთ, უნდა დავბრუნდეთ აუცილებლად და არც არ გვაქვს უფლება ჩვენ ხალხს რომ დავთვალოთ ვინმეს ჩვენი მორები წაწყალი. და ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ საერთაშორისო მოვლენებსაც. და ვფიქრობთ, რომ კოსოვოში რო გადაწყდება საკითხი, ეს შეეხება აფხაზეთსაც, ცხინვალსაც და მე მგონია რაღაცა გვეშველება. თუმცა წინააღმდეგობები არის, არა მარტო გარეგან, არამედ შინაგანი წინააღმდეგობებიც არის და როგორც ჩანს ხალხი დაბნეულია, სწორი გზა ვერ ამოურჩევიათ. მე წარმოიდგინეთ